ძალიან დიდი მადლობა, შემოგვიერთდა ტრიო მელოდია, გეტყვით რომ ტრიო ზუსტად 1 წლის წინ დაფუძნდა, მომღერლები ასრულებენ როგორც საეკლესიო საგალობლებს, ასევე ქალაქურ და ფოლკლორის ნიმუშებს. ლაშა სიხარულიძე ტრიოს წევრი შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში და გავესაუბრებით მას ტრიოსთან დაკავშირებით ლაშა დილამშვიდობისა და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი, ვიჭებო დილამშვიდობისა თქვენს მოგესალმებით. როგორც უკვე უთხარით ჩვენს მაყურებელს 1 წელია რაც დაფუძნდა ტრიო მელოდია. თქვენ რო უფრო მეტი დეტალი მოგვიყვეთ 1 წლის წინ როგორ შეიქმნა და როგორი იყო იდეა ამ შექმნის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ დედებს ულოცავთ დღევანდელ დღეს. სიმბოლურად დავიწყეთ საგალობლით კრიტერიის კანონიდან კონდაკი ვიგალობეთ, ესეც რაღაც სიმბოლურად მარხვის დასაწყის პირველი კვირაა და სახელწოდებაც რომ გითხრათ საგალობლის და შეასრულეთ. ჩემო ანდრია კრიტელის კანონის კონდაკი მე-6 ხმის უსურვებ ყველა მორწმუნე ადამიანს მშვიდობით და ასე ვთქვათ სიხარულით შეხვედროდეს აღდგომის წმინდა დღესასწაულს. გაიხარით. რაც შეეხება ჩვენს ტრიოს, ზოგადად ჩვენ ახლა დიდი ხანია მეგობრობთ, მოდივართ უბრალოდ პანდემიის მერე რაღაცნაირად ძალიან ალბათ როგორც ყველა მივიშალეთ და ძალიან ცუდად შეგვეხო პანდემია და პანდემიის შემდეგ რაღაც პერიოდის მერე გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ტრიო. მოგეხსენებათ რომ ქართველი ადამიანი ძალიან მუსიკალური არის და ასე ვთქვათ კონკურენცია ძალიან დიდია და კარგი არის ეს და უბრალოდ ჩავთვალეთ რომ ტრიო ცოტა ნაკლები იყო ამ მუსიკალურ სივრცეში ვიდრე კვარტეტები და აი ეს სამი კაცი შევიკრიბეთ და ძირითადად ვასრულებთ ქალაქურ სიმღერებს, ცნობილ სიმღერებს და ცნობილი ტრიოების რეპერტუარიდან და ასევე გალობთ წლებია უკვე ტაძრებში და ამ ტაძარმა უფრო სწორად ვთქვათ შეგვაკავშირა და მე აქედან უკვე დაიბადა ეს იდეა და 1 წელია რაც ესე ვთქვათ სოციალურ სივრცეში გამოვჩნდით და აქტიურობა შევძინეთ ჩვენს შემოქმედებას ასე ვთქვათ. ამ 1 წლის განმავლობაში გქონდათ თუ არა უკვე კონცერტები ან არის თუ არა დაგეგმილი სამომავლოდ შეგვიძლია თუ არა სიცინასწარ უკვე ვისაუბროთ ამ საკითხზე. კონცერტი როგორც ასეთი არ ქონია, მაგრამ გვაქვს გეგმაში რომ რაღაცა ისეთ რეპერტუარს მოუყაროთ თავი რომ ჩვენი მსმენელის წინაშე წავდგეთ ასეთ ჩამოყალიბებული რეპერტუარით და მსმენელიც ასე ვთქვათ მაყოფილი დარჩეს ჩვენით. ამიტომ თლათ ესე იმათაც არ უდგებით მარტივად ცოტა კრიტიკულად უყურებთ და რაღაც ფიქრობთ, ვაანალიზებთ და 1 წელი არც ისე დიდი დროა ალბათ, მიუხედავად გამოცდილებისა, რომ რაღაცნაირად
რეპერტუარი ისე დავალაგოთ, რომ კონცერტი, სრულყოფილი კონცერტი გამართოთ. გაგოცანით თქვენ ტრიოს წევრები. რომელთანაც ერთ-ერთს ვიცნობთ გადასარევად. ჩვენი მეგობარი და მეორე ხმა ვახტანგ ცეცხლაძე თქვენი რეჟისორი. ბატონო. თანამშრომელი და ხმის რეჟისორი გახლავთ. გიგა ჩხაპელია ბანი. მე პირველი ხმა ვარ და აი ესე საგალობელი იქნება თუ სიმღერა იქნება. ვცდილობთ რომ რაღაც ძველი სიმღერები ამოწიოთ, უფრო მივიწყებული. ლაშა, როგორია რეპეტიციების პროცესი და რეპერტუარი როგორ ირჩევა ზოგადად, როგორ არჩევთ სიმღერებს, აი თქვენი ერთხმად უნდა შეათანხმდეთ, ხომ ალბათ უნებრივია, რა სიმღერებს შეასრულებთ და რა იქნება თქვენს რეპერტუარში. კი, რეპეტიცია ძირითადად ამ მხრივ ცოტა განევირებულები ვართ, ვახოს დახმარებით, გვაქვს რაღაც საშუალება რომ ჩავწეროთ, ხომ ძირითადად რომ ვახოს ვაწუხებთ. სამი კაცი არ არის დიდი რაოდენობა და ერთ ოჯახში ესე ვთქვათ ვიკრიბებით. უფრო აი როგორც აღნიშნე ტრიო სიმღერები რაც არის, ნუ არის ხა ესეთი 4-ხმიანები და შეიძლება გავასამხმიანოთ. ისე რომ არაფერი არ დავარღვიოთ და აი უფრო ვცდილობთ რომ ცოტა თემატიკასაც შევეხოთ ხოლმე თუ პერიოდია დავუშვათ აღდგომის პერიოდში საგალობლები ჩავწერეთ და ვიდეოს კიდეთ ჩვენს გვერდზე და აი ისეთი სიმღერები რომ აი როგორ თქვა კარგად მინდა რომ გამომიდეს ეს ნათქვამი რომ აი მობეზრებული რო არ იყოს ყურისთვის რა და ცოტა მონატრებული რო იყოს ალბათ ეს განსხვავებული რაღაც სიახლესავით ხო? კი რომ რაღაცა ცოტა კარგად დავიწყებული ძველის პრინციპით ვცდილობთ რომ შევარჩიოთ რეპერტუარი. ნუ ხა ისეთი სიმღერები რაც საყოველთაოდ ცნობილია, ამას არ გაურბივართ. ეს მისაღებიც არის და მსმენელი მაინც ყველა შემსრულებელისგან ინდივიდუალურად თავისებურ შესრულებას ელოდება და ჩვენც ესე ნელა ნაბიჯ მიუყვებით და იმედი გვაქვს რომ ნელა ფართოსაზოგადოებაც უფრო აქტიურად გაგვიცნობს. აი ვახო თქვენც რომ გვითხრათ ტრიოს შესახებ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ტრიო, თქვენი მეგობრები არიან, ერთ მეგობრები ხართ და ბუნებრივია, უფრო მეტად სასიამოვნოა ალბათ, როდესაც ასეთ სიტუაციაში გიწევთ და ხართ ამ ტრიოს წევრი და ასევე ჩვენც გვიხარია ის რომ ხართ ჩვენი გუნდის წევრი. გამარჯობათ, მოგესალმებით. რა ვიცი, აი ლაშამ როგორც ახსენა, დიდი ხანია ასე ვთქვათ ამ სფეროში ვარ საკმაოდ. ერთმანეთსაც დიდი ხანია ვიცნობთ. და ეს ურთიერთობა და გამოცდილება გვეხმარება იმაში, რომ შევასრულოთ ის რეპერტუარი ისე, როგორც უნდა და თავის შემქმნელს. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ამას. და რაც შეეხება, რა ვიცი, ხა ჩვენს გემოვნებას ძალიან ასე ვთქვათ ვემთხვევით ერთმანეთს და არ გვიჭირს ასე ვთქვათ სიმღერის ჭყლებში არჩევა. შესაბამისად, წინ გვაქვს ბევრი სამუშაო. ფიქრობთ ასევე დისკზეც კონცერტებზე რაც ახსენეთ არის ეგეც ასე ვთქვათ შორეულ მომავალში უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა შევფერხდით მაგრამ აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი და გასულების ყოფილა რაღაცა ნუ ასე ვთქვათ ეხლა გვეცნობა ხალხი და ნენე და ალბათ აუცილებლად ჩვენს იმედია შევიტანთ წვლილს ხო თქვენს დიდი მადლობა საზოგადოების გაცნობაში და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ლამას საღამოს გამართავთ როგორც თბილისში ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებში და გასცდებით ასევე ქვეყნის ფარგლებს სიმღერა უნდა შეგვისრულოთ რა სიმღერა უნდა შეასრულოთ ეს არის ივიკო საყვარელიძის სიმღერა არის შენზე ნაზი ოცნება ეს ერთხმიანი სიმღერა არის მარტო მღერის თვითონ ივიკო და ასე თქვა გასამხმიანდა და მეტი სილამაზეც შეიძინა ხო? კი, ესეც შეიძლება ითქვას ახალი ასე თქვა წამოწეული სიმღერა არის იმისგან განსხვავებით რაც ძალიან ხშირად გვესმის რადიო მიმღებებში თუ საზოგადოებაში ეს წარმატებები გვინდა გისურვოთ ვიდრე გადაინაცვლეთ სცენაზე და მოემზადებით ჩვენს მანამდე მაყურებელს დავამშვიდობებით დიდი მადლობა მოგზანებისთვის ტრიო მელოდია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და გიტოვებთ აი ამ შესანიშნავ სიმღერას ტრიო მელოდიას შესრულებით სოფიო გუჭავა და გეგინე მსიტვერიძე მუშაობდით თქვენთვის კიდევ ერთხელ ყველა ქალბატონს და დედას გილოცავთ დედის დღეს მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ დროებით მადლობას მოგახსენებთ რომ ეს დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ და მეც ყველა დედას კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და რა თქმა უნდა ყველა დედისთვის მთავარი რაც არის ის რომ შვილები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები და გისურვებთ რომ სულ გახარებულები და ამაყები ყოფილიყავით თქვენი შვილებით ხვალამდე
ხვალ. შენზე ნაზიოცნება ახლა ჩემი მახალებელი ვერ დაგივიწყალ ვერ შეძლო გულმა შეუძლებელი მინდა დილა გაგიზღაბრო შორო თურფა ქალოვაზის დარო სიღვარულის მზეს მიცავა მე თუ გადაგიღებარო თოვლიდანება გაზაფხული წლებიცაში მიფრინავენ მერცხლება ეპიცები ჩემს სიყვარულს